ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია იმ ფაქტში, რომ ჯანსაღი კვება ბევრად უფრო ძვირია ვიდრე არაჯანსაღი. თუმცა თუ საკითხს სიღრმისეულად და ციფრებით მივდგებით, საპირისპიროს დამტკიცება ძალიან მარტივია. არაჯანსაღი საკვები, მაგალითად სნექები, ტკბილეული ფასტფუდი და ასე შემდეგ, ხშირად შეიცავს ცარიელ კალორიებს. ისინი სწრაფად განაყრებენ, მაგრამ მალევე ისევ გშივდება. ხოლო ჯანსაღი არჩევანი, რომელიც ცივები და უჯრედის მდიდარი საკვები იქნებოდა, მაგალითად კვერცხი, პარკოსნები ან ბურღულეული, უფრო დიდხანს შეინარჩუნებდა დანაყრების შეგრძნებას. ხშირად ჯანსაღ კვებას შეცდომით მხოლოდ სუპერფუდებს უკავშირებენ. სინამდვილეში კი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტები ხშირად ყველაზე იეფია. მაგალითად, წიწიბურა, შვრია, ოსპი და ლობიო კილოგრამებით გაცილებით ნაკლები ღირს ვიდრე ნახევარფაბრიკატები ან მზა გაყინული პიცები. ხოლო სეზონური ბოსტნეული ან ხილი ყოველთვის უფრო იეფია ვიდრე იმპორტული არაჯანსაღი ტკბილეული. არაჯანსაღი კვების შემთხვევაში გაზიანი სასმელები და ენერგეტიკულები თავის ჭრილში სოლიდურ თანხას შეადგენს. წყალი კი ფაქტობრივად უფასოა და ამასთან ერთად ყველაზე ჯანსაღი ვარიანტი. და იცით რატომ არის ეს ყველაფერთან ერთად გრძელვადიანი ინვესტიციაც? იმიტომ რომ ჯანსაღი კვება ამცირებს მომავალში წამლებისა და ექიმების ხარჯებს. ასევე ფასტფუდის ყიდვისა შენიხდი არ მხოლოდ პროდუქტში, არამედ მის მომზადებასა და მომსახურებაშიც. მაგალითად, ერთი ბურგერის ფასად სახში შეგიძლია მოამზადო კერძი, რომელიც მთელ დღის განმავლობაში იყოფა. და გახსოვდეს, რომ ჯანსაღი კვება არის დაგეგმვის და არა დიდი ბიუჯეტის საკითხი. ამიტომ თუ გინდა რომ ეს გეგმა ჩემთან ერთად შეადგინო, დაწერე, სიტყვა გასაუბრებ.